აუ რა თამაში წავიდა. იწყება თამაში, რომელიც გასული სეზონის იგივე თამაშის ხასიათიდან და შინაარსიდან გამომდინარე, დღეს კიდევ უფრო მეტ სიმძიმეს და ინტრიგას იძენს. გაბრიელ ბერაძე, ალექსანდრე გაბრიჩიძის წინააღმდეგ. ასეთი რთული წინადადებით რატო დაიწყე? ჩახლართ. ხო, სწორად თქვი რა თავარია. გამარჯობა, წარმატებას გისურვებთ. მერვედფინალი იყო თქვენი წინა ნავსაყუდელი ერთმანეთთან პირველი შეხვედრის და ამხელა რთული წინადადებაც, იმიტომ თქვი ჩვენს მაყურებელს შევახსენებ. არ მგონია რომ ისთან ნახი არ გქონდეთ, მაგრამ აუცილებლად ანამ თამაშს ვერ ნახეთ, ან გადადით ის ნახეთ და მე გადმოდით და ისევ ამას დაუბრუნდით. იქ ბოლო პენალტების სერიის ბოლო გადამწყვეტმა კითხვამ გადაწყვიტა გამარჯვებული როგორც მახსოვს. ძალიან რთული და მძიმე თამაში იყო, ნუ ამავდროულად ძალიან კარგი საყურებელი. ძალიან სასიამოვნო მეტოქეა ყოველთვის გაბრიელი, ძალიან დაძაბულ თამაშველი ყოველთვის და ვიცი რომ წინაზე რა ვთქენი, იმას ბევრად უკეთესი მომიწევს დღეს, იმიტომ რომ სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში წავაგებ დამჭმუჭნის გვია მაგას და დადე შენი ემოციები და დავიწყოთ. ესე რომ let's go. თამაშის შემდეგ ძალიან მძიმე წაგება იყო, არ ვიცი. ემოციებიდან გამომდინარე, ნამდვილად ჭუდა 3-0 წამეგო. თუმცა ამავდროულად უდიდესი გამოცდილება მივიღე და თამაშის მერე ვიცი ნასწარმეტყველე კიდეც რომ როგორც მინიმუმ ფინალისტთან წავაგეთ ხო და როგორც აღმოჩნდა ჩემთან წავაგე და შესაბამისად ასეთ მოთამაშისთან ის გამოცდილება ვეცდები დღეს უკეთესად გამოვიყენო. მეტი რა ვთქვათ, მაგარი თამაში გელით, ეს უკვე ფაქტია. მოვემზადოთ და დავიწყოთ. პირველი რაუნდი 5-5-ზე. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებულისთვის, მისი დიდების ისტორიაში შეტანისთვის, ბეტსონის თასზე სახელი და გვარი ამოითვიფრება. რაც შეეხება პრიზს, ბეტსონ სპორტმა დააწესა პრიზი. ჩვენი პრიზია Citroen C3 Aircross-ი. შარშან Citroen-ის hatchback-ი გავათამაშეთ, წელს კი უკვე SUV გვყავს გამარჯვებულისთვის. ამ კლასის ავტომობილები ყველაზე მოდურია, მოთხოვნადი, C3 Aircross ვიზუალურადაც ეფექტურია, პრაქტიკული, ეკონომიური და ეკოლოგიური. ამიტომაც ითვლება ევროპის ერთ-ერთ ბესტსელერად. მაგიდის დერბის გამარჯვებული ამ ფრანგულ მანქანას პირდაპირ Citroen ცენტრი თბილისიდან გამოიყვანს. გამარჯვებამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ამ გზის დასაწყისი ახლა გვაქვს. დაიკლია. აი აქ. 1-დან 5-მდე 3 თემა უნდა შევარჩიოთ. გაბრიელ, თქვი ერთი რომელიმე? 4. იყოს 4. ალექსანდრე? რავი 3 გაქვს მანდ იყოს აქვე რა ხან მაქვს 3. ეს მეორე. გავაგრძელოთ მიმდევრობა და 2. 2. 2. ესეც აქ. მზად ვართ. რა თემები შეხვდა? ბარათების სახით სწორად დასალაგებლად. პირველი შენი შერჩეული თემა. დაალაგეთ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელები წლების მიხედვით. 5 ბარათი შენ? იგივე 5 ბარათი შენ. გთხოვთ, ყურადღებით იყოთ. ყოველი სწორ ადგილას დადებული ბარათი ერთი ქულის მომტანი იქნება. დავლაგდით? ხო. მე მგონი. კარგი. აბა ყველაზე ადრე, მაგ 5-დან ყველაზე ადრე. საფრანგეთის ნაკრებს წვრთნიდა ლეგენდარული მიშელ იდალგო. ლეგენდარული იყო ნამდვილად 76-84 წლების. სწორია, ერთ-ერთი მეორე. პრემორჩება. პრემორჩება? გავაგრძელოთ, სწორია. ემეჟაკე. სწორია. ეგვინარი. ჟაკ სანტინი. სწორია. ლორან ბლანი. სწორია. 5-5 პრემორჩა. არაფერს აღარ ვიტყვი. თქვენგან ნაკლებს არ ველოდი. გასახურებლად და შესაძლებლად გაითემა იყო. ნე. ცოტა ზნელი შეიძლებოდა? კაი. მეორე. დაალაგეთ პრემიერ ლიგის ბურთები ეპოქების მიხედვით. აი, ჩვენც გიჭერს ბურთები? ბურთებში საშინელება. მეც. ანუ ეგეთ ბურთი, ბუცი და ეგეთ რაღაცები. პრემიერ ლიგის მოყვარული ხართ ორივე? ბურთებიც იქნება რაღაცა. ბურთელების გამო გვიყვარს პრემიერ ლიგა? სერია აქვს. ესე აი. დავუშვათ. ხო, არ ვიცი, არ აზეა. კი ბატონო. დავიწყოთ. ყველაზე ძველი თქვენი აზრით არის გეომერლინი. აქ ტოტალ 90 აერო უდევს. გეომერლინი Nike-ის
წარადგინეს 2000 წელს და ამით დაიწყო დიდი პარტნიორობა. მათ შორის რა ქვია, EPL-სა და Nike შორის 25 წლიანი პარტნიორობა. ეს სწორი ადგილია. ეს მერია, ცოტა მერია, 2004-ია ეს. სამამისად ეს არასწორი იქნება. ეს სწორია უკვე და შესაბამისად ეს 2 აგიც და 2-0 საერთო ანგარიში. შეიძლება გავთანაბრდეთ. შეიძლება მერეც აირიოს კი. რომელია ეს შემდეგ? იქნება ყველა შემთხვევაში. ეგ არის სეიტირო. 11-12 წლებია ეგა. სწორია. მე ეს მამას წელი ეგ არის კი ბატონო 2-4 და ბოლოც სწორია. აი აქ აი ამ ორმა ცოტა აგირია სიტუაცია. მიმანიშნა მხოლოდ. ლოგო ანუ ამას საერთოდ ლოგო არ ქონა, მაგრამ გაუშვებაზე და ეს მახსოვს. ეს ამაზე ძველი იყო ვიცოდი. აი ამას რომ ლოგო არ ქონა, მაგან დამოგნა. ეს უკვე კარგად მახსოვს და ეს არ მახსოვდა იმდენად და ლოგოც რო ძველი იყო, მეთქი კაი უკან ჩავსვამ თქო თორე ეხება. შვენიერია. ანუ აქ ჩვენ დაგვიფიქსირდა 5-3. ერთი ქულით წინ გაიჭერი და შეკითხვა მესამეც დაგვჭირდება იმისათვის რომ გამოვლინდეს საბოლოო გამარჯვებული ან ფრედ დასრულდეს ეს რაუნდი. შეკითხვა მესამე, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს ან ფრედ დატოვებს ამ რაუნდს. დაალაგეთ ქალთა მუნდიალის ბომბარდირები წლების მიხედვით. ინებეთ. დავიწყოთ. მორჩი? მგონი გადავხედო. რა სიმხეცეა? ჯო ვიცი ხალხთა ფეხბურთის შედარებით. კაი. დავლაგდით. დავიწყოთ ყველაზე ადრე. ვინ გახდა ბომბარდინი? ეკერსი. 1-1. სწორია, 1991 წელია. მეორე არის ირგით პრინცი. ორივეს ერთ და იგივე გიტევთ? წელი ხوار გახსოვთ? მარტამდე რო არის ნახდათ მახსოვს რა, ანუ 2003. სწორია, 2-2. ეს იქნება 7 მე მგონი. 7-ია, სწორია მარტა. 11, იმიტომ რომ იაპონია მაგ გამოვაგდო ბრაზილია. თუ 5. ვინ არის? ვინ მიაძავა? იაპონელი. მიაძავა? ჰინატა მიაძავა. რომელი წელი გონიათ? 2011 არა? 11-ში იაპონელი გახდა, მაგრამ ის სხვა არის. ხო? ეს არის 2023, ორივე შეგეშალათ. ოკეი. ორივე შეგეშალათ ტრაგედიერი სახელი იყო. აი. და ბოლო პირიქით უნდა ყოფილიყო. აი, ხო, იმიტომ რომ რაპინო არის 2019. იაპონია. კი ბატონო, მეც კი დავიბედი უცბად იაპონია, იაპონერია. იყო იქ, მაგრამ სხვა. ხო, იმიტომ რომ ასე რომ ბოლო ორია ბრაზილია გამოვაგდა, მან მოიგო იაპონიამ. თუ ხო ჩემპიონი იყო მან, თუ კი, 11-ში მოიგო იაპონია და მაგიტო დავდეს. აუ ამისთვის უნდა დაიხედა. ეგრეა. აი, რა შეიძლებოდა? ვით შეიძლებოდა გესმა? წელია აქ, რატო არ დავა? ფორმით შეიძლებოდა მიხვდა. წელიც კი აწერია. მით უმეტეს. ნუ გამოვიდა რომ 3-3 დამთავრდა ეს შეკითხვა, ერთი ქულა აღებული ქონდა და შესაბამისად პირველი რაუნდი დათმე, ასე გამოვიდა. 1-0 საერთო ანგარიში გადავდივართ ბარათონზე. ცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც გაბრო მოიგო პირველი რაუნდი, ბარათონის დრო დადგა და შესაბამისად გაბრო ირჩევს 1-5-მდე, სიმბოლურად შენირჩევ ციფრს, საიდანაც ამოვიღებთ თემას. პირველი იყოს. იყოს. პირველი. ჩვენი თემა ევროპის ლიგის მომგები სევილიელები. ოკეი. ყველაფერი გასაგებია. არაფერი გაუგებარი არ არის, მე ის გადამრჩენია, კარგად ლამაზად გავანაწილო ეს ბარათები აქ. ამ მოცემულობაში იგულისხმება UEFA-ს თასიც და ევროპა ლიგაც, რომელიც სევილიამ მოიგო. რომ იცოდეთ. კი ბატონო. დიახ. დავიწყოთ. შენ იწყებ. ცუდი ფოტოა. ეს ოკამპოსი არ არის? ოკამპოსი არ არის. გადაეცმო. ერთი ვერსია მაქვს გონსალო მონტიელი. კარგი ვერსია, გადასარევი მithვალე ქულა. არგენტინელი იყო. ასე თქო, თვალები გამოხედვაზე. იმას რას ადარებ? ფორმას. ამ ჩაوين დეტალი. მოწერე კი. არა მახსოვს, გოყარაში. თქვი რამე და გადაეც მინუსი არ არის. ოღონდ არ დაეხმარა. დავით ორია, მაგრამ აბა შენ ნახე. სერხიო რიკო. არა, ეს იყო სუსო.
თქვი ხა მე აუ მეც მეკარეზე რატო წავედი ვიცი მე აუ სუსო როგორ ვერ ვიცან საი დიეგო კაპელი ნომერი 14 არა არა გადაეცი თუჩკარო ეს არის დანიელ კარისო სწორი პასუხია აიღე 2014-ში 15-ში 16-ში 2020 ვერა შემთხვევაში გამოიცნობს ხაბრო ხო რა ვიცი აგერ მაგალითი რომ გამოიცნო შენ ნაძაღებული მეკარია თუ თქვი და ვეღარ გამოიცნობს მიეცი ეს მეკარია არ ვიცი წავედი მეკარეზე სუსო როგორ კითხვა მაგრამ მე ხوار მეტყოდი არა მეთქი დახმარება გამოვიდოდა არა ვთქვამთ მეკარე ეს არის ფერნანდო ფერნანდო რიჯისი ხო ეგ არის ძლივს ქულა ანგარიშია 2-1 ეს არის მე მგონი ბია მითვალე სტეფან ბია გათანაბრდა ეგრევე ეს არის ლუკას ონგომოსი ვინ არის ეგა ლუკას ონგომოსი ერთნაირად რატო აქვს მე ყველა არგენტინელს ფანტაზია რა ნზონზი კი ნზონზია მითვალე 8 ნომერი იოჰენ კონოპლიანკა მითვალე აღრაფეს აღარ მათქვი გამგელდნენ გაგიშდნენ აუ ფერნანდო ცუდად დაწყებული სტარტის გამო გაგიშდნენ ნომერი 4 ხო გაჭირდა იმას მომსკავსებ ყველას და ყველაზე მაგას ხო არ ვიტყვი თქვი რა ყველა ქერა ეგონია დიეგო კაპელი კიდე ერთხელ არ არის დიეგო კაპელი ჩანდალა ეს ხო არ არის ტიმოთი კოლოჯეიჩაკი არა არც ეგ არის ჩემთან დარჩა მეორე ქულა ავიღე მარკო მარინია აუ მარინი სევილიაში როდის იყო იმიტომ რომ მარინი ვიცაინ 2014-ში ამ ვიზუალურად მარინი ვიცაინ და სევილიაში საერთოდ არ მახსოვს ახ ჩემი აღება ხო 4-3 ეს არის გრეგორ კრიხოვიაკი დიახ ბატონო ეგ არის თუ კი გავს იმას აიცა კაპელი მარესკა ეს ეს არა აკეთებ ცხვირი გავს და ესა მარესკა არა ეს არ არის მარესკა არა გავამელოტე მაგრამ ეს გამელოს და მე ანუ ეს მიმონი არის აწუყვეცხონებული ანტონიო პუერტა მითვალე პუერტა 2006-7 წლები სვიცი და კოკე არა არიქა რაუნდის გადარჩენის შანსი ფადარა მაგრამ რაუნდის გადარჩენისკენ ნაბიჯი აუ აზე ვამელა აი არა 2018-ში ატლეტიკოთიც მოიგო ამან ადრიანი ვიტოლო აუ ვიტოლო საერთოდ არ დაწყვეტია გული ახლოს წარიღო ვიტოლოს ვერ ავიღებდი კარგი ეხლა არის შენი აღება გაქვს 3 ქულა 6-ის წინააღმდეგ და 4 ბარათი გვაქვს არის შანსი კი არის შანსი მაგრამ ვერ ვიღებ ამებს რა უკნა ჩუმად ყოფნა შემიძლია მხოლოდ ნავარო იყოს კაპიტანი ნავარო კაპიტანი იყო ერთი პერიოდი კაპიტანობით გახვედი ნავაროზე მაგრამ უნდა დამიზუსტო რომელი ნავარო ფერნანდო რავი ფერნანდო ნავარო ორი მახსოვს სწორია ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ეს არის მე მგონი ენცო მარისკა და დროშა რა არის იტალიის დროშა მხოლოდ მაგიტოვან მარისკას თორე სახეზე საერთოდ ვერცნო სახეზე ვერცნობდი ვერა იტალიის დროშიდან გახვედი ენცო მარისკაზე მეტი უნდა იყოს იტალია მეტი არც არავინ მოიგო ეს რაუნდი ენცო მარისკა 1-1 საერთო ანგარიში მაინც დაძაბული და კარგი რაუნდი გამოვიდა გათანაბრდა ანგარიში 1-1 პაპა კარლოს 5 გველის მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის მეოთხედ ფინალი საერთო ანგარიში 1-1 პაპა კარლოს 5 გადავხედოთ თემებს თუ რომელიმე ახსნა საჭიროებს ახსნათ რიკ and მორტი ფეხბურთი დიდ ეკრანზე Saving Private Juve სიხშირე რომელიც არ დამთხვეულა პეტარ შეგრტი ელიგის ვეტერანები BBC London News-ი ნერვიულობა მუნდიალის საგზურისთვის 1998 ჩემპიონთა თასის გენეზისი დასაწყისში 47 წლის მასწავლებელი გრიმსბიდან
აქ მხოლოდ გრიმსბიდან არის თავარი სიტყვა. 47 ბევრს არაფერს ნიშნავს. რომ იცოდეთ, თქვენთ და ჩვენმა მაყურებელმაც. 10 წამი მოსაფიქრებლად მოწინ აღმდეგის 5 წამი. წესები იცით, მარტივია, ერთით-ერთია დაძაბული თამაშია დავიწყოთ. შენი წე. 47 წლის მასწავლებელი გრიმსბიდან. კარგია. 1967-68 წლების სეზონში ჯორჯ ბესტმა იუნაიტედის ფორმით ჩემპიონატში 20 გოლზე მეტი შეაგდო და 20 გოლიანი ბარიერი შემდეგი 20 წელი კლუბის ფორვარდებისთვის მიუღწეველი ნიშნული გამოდგა. სანამ 1987 წელს გლაზგოდან ეს კაცი არ ჩამოიყვანეს. დრო? ვერაი. შოტლანდიელი მანჩესტერში. ჩამოსინდება. მაკლერი არა? სახელიც გახსოვს? რაიან არა. ეგ არის აღებული ქულა. რაიან მაკლერი, სწორი პასუხი იყო. ჩო. დაუბრუნო? დააბრუნა. გრიმსბი. მე ვეცდები რამე ლიმიტირებული ვიპოვო რა. ლიმიტირებულში რას გულისხმობ? აი, რამდენიმე ვერსია რო არის ეგეთი მომწონს და ეს იქნება. რიკ ენ მორტი? ხო. მე ეს პაკეტი ძალიან მომწონს. მორტი ადვილია. ვიცი ერთი. ანუ ისიც ძალიან საინტერესო რამე სამობს და ვნახოთ რა იქნება. მე ანუ სახელი მორტი არც ქვია უბრალოდ. რიკით ვიწყებთ. მიდი. როდესაც 1982 წლის გაზაფხულზე ფოლკლენდზე ომი დაიწყო, მსოფლიოს ჩემპიონი ეს რიკი ასოციაციის თასის ფინალში განაცხადს მიღმა დარჩა. ვინ? რიკი ვინ დარჩა მიღმა? და თუ გამოიცნობ მაშინ რატომ ისიც უნდა მითხრა. თუმცა ისიც გეცოდინება მაშინ. ხვდები ლოგიკას, მაგრამ არ მახსოვს, არ მახსოვს. 5 წამი. დრო. ტოტენჰემში თამაშობდა. არგენტინელი უბრალოდ ხوارს ვერ იხსენე. არდილესი არა და მეორე. გავიდა დრო, გავიდა. არდილესი არა და მეორე. ლოგიკაში შენც ეს გქონდა ალბათ. არდილესი არა და მეორე, მის სახელი გვარი დამავიწყე. რიკი ვილია. რიკი ვილია. კი, ყველაფერი არგენტინელი ტოტენჰემში თამაშობდა. შენც ფიქრობდი ტოტენჰემზე სავარაუდოდ. აი ვიცი არდილესი არა და მეორე. ჩემი ქულა. ერთი რიკი ძნელი იყო. მე გითხარით აქ ძალიან კარგი კითხვებია. მაგრამ მოდი დავტოვოთ გრიმსბი. გრიმსბი? კი ბატონო. ძალიან ჯიუტი კაცი ხარ შენ. გრიმსბი რომელმაც ქულა დაგაკარგვინა კი არა, იქით გადაიტანა. ხო და. კარგი. ყურადღებით მომისმინეთ ორივემ. ჯუნიორთა ფეხბურთს და მათ განყენებულ სამყაროს ამ ქვეყანაში არსებულ საფეხბურთო პირამიდასთან და ფეხბურთის ასოციაციასთან 100 წელზე მეტი არაფერი აკავშირებდა. თუმცა 2007 წლიდან მათ წარმომადგენელ კლუბებს ქვეყნის თასზე თამაშის უფლება დართეს. რომელ ქვეყანაზეა საუბარი? დრო? უელსი უნდა იყოს. არ არის სწორი, 5 წამი ეგრევე. დრო? ჩრდილოეთ ირლანდია არ ვიცი. არა, იქვე იტრიალეთ, ჯუნიორთა ფეხბურთის ასოციაცია არსებობს შოტლანდიაში. ჩემთან დარჩა. რიკ ენ მორტი იყოს ისევ რა. იყოს რიკ ენ მორტი, სიამოვნებით მე ძალიან მომწონს რიკ ენ მორტის შეკითხვები და გამოყვებით ამ თამაშში. ის ამაზე რთული არ იქნება წესით, ანუ ის რო იყო. ეხლა მომდი მორტი ვიციო. მოვიდა მორტი. აბა. ინგლისში სტენ მორტენსენის, იგივე მორტის ძეგლით დგას. ეს იცოდით ამის გამოცნობას აპირებდი? ხო. ეს უკვე გითხარი მოცემულობაში. ინგლისში სტენ მორტენსენის, იგივე მორტის ძეგლით დგას. და მასზე პოსტ-პანკის კომპოზიციაც კი არის დაწერილი, მაგრამ რომელი კლუბის მაისურით მოიგო მან სტენლი მეთიუსთან ერთად 1953 წლის ცნობილი ასოციაციის თასის ფინალი, თუ გეტყვით რომ ამ გუნდში მას ნარინჯისფერი ჯადოქარი ერქვა? ბლეკპული. სორია! კარგი პასუხი იყო. მეთიუსის ფინალი. კაცმა 3 გოლი გაიტანა და მაინც მეთიუსის ფინალა დარჩა, როგორც მახსოვს
4-ვე საგოლე პასი მეთიუსის გაკეთებული იყო 3-1-დან კამბექი 4-3 მოიგო ბლეკბულმა. მოდი. მაგრამ ეს მორტი საერთოდ არ მახსოვდა. ეს მორტი? სხვა მორტი გახსოვდა? ვერ გეტყვი. მე მესამე კითხვა აქ რა არის. მოდი ანუ ვერ გეტყვი მორტზეა თუ რიკიზე, ვერც მაგას. იყოს. როგორ? BBC London News. იყოს. BBC London News. ამ კაცმა 24 წელი შეალია სპურსის ჩეირმენობას და მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჩრდილოეთ ლონდონმა რაღაც ბანძი პრეს რელიზით შეიტყო. დანიელ ლევი. სწორი პასუხია. ადვილი იყო. ადვილებიც არის ხანდახან. იყოს რიკენ. აჰა, თუ გინდა ნიუს. არა, რიკენ მორტი ამაზე ადვილი ვეღარ იქნება. რიკენ მორტის მუღამშია ბოლომდე ნახე. კარგი. ანუ რამდენიმე რიკი არის და ერთი მორტი ისიც იცოდით ვილია ვერ გაიხსენეთ უბრალოდ თორე ყველაფერი იცოდით ინფორმაცია. ანუ წესთ ესენი იყო რთულები ეხა, ანუ ორი. და ხა უნდა იყოს მარტივი მესამე, იმიტომ რომ პაკეტები სულ ეგრე არის ხოლმე შედგენილი და ყოველი მარტივს. წავიდა. მაგალითად რიკი არ ვიტყვი. რიკიზია. ხო. ეს რიკი სპორტინგში გატარებული 2 მაგარი სეზონის შემდეგ 2013 წელს ნორვიჩმა დიდი იმედებით იყიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში ვერ გამართლა, დღეს უკვე ვეტერანია და სამშობლოში ენცხედეს ტვენტეში თამაშობს შავთო. One Wolf Swinkel. რიკი One Wolf Swinkel. ითვალე. იმიტომ წავიკითხე ეგრე რომ ტვენტეში არის ფორმალურად. 1.26. მოდი იყოს London News-ის. London News-ი 3-1 ანგარიში. BBC London News-ი. ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ დორტმუნდმა ჩელსის ივლისში 50 მილიონი ფუნტი გადაახდევინა. ბორუსიამ კი ამ თახის ნახევარი ერთ თვეში კარნი ჩუკომეკას ტრანსფერის სახით დააბრუნა. ვისია საუბარი? ჯეიმი ბაინო გიტენსი. სწორი პასუხია. აი იყოს, აი, ავიღებ. რახან ესეა. ლონდონი? რა უკნა ორივე. ეხლა დაждდება რთული მაინც და მაინც. წესით მესამე რთული უნდა იყოს. ავი მაინც ვწდირა. ეს პაკეტი ამოიწურა და მაინც კითხავ მორტიზე ვიციო რომ დენის მორტიმერი. დენის მორტიმერი. ასტონ ვილა და ვიცი ორი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა მოდის, არის 3. მორტის ეძახიათ იმასაც? მორტიმერია და ალბათ მორტი იქნება. შოუ ვიცი, პიტერ ვიტი, მე მგონი ეგრე წარმოითქმის გვარი და ეგ მეგონა ეგ მოვიდა. არ მოვიდა ეგ. ბოლო შეკითხვა BBC London News-ი. არსენალმა ზაფხულში თანაქალაქელი კლუბები დაძარცვა. ჩელსიდან კეპა და მადუეკე დაიმატა, ბერკამპის 10-იანი პალასის ეზემ ჩაიცვა, ხოლო ეს კაპიტანი ემირეიტზე დასავლეთ ლონდონიდან მოვიდა. კრისტიან ნორგორი. საიდან მოვიდა ეს გასოს? Brentford-დან სწორი პასუხია. 4-2. მოდი ოპილა სამი ვარდივი. Saving Private UA. ახალი ამბებია და იმიტომ, ახალი. ჩემი შემდეგი კატეგორიაც ეგ აგერა. სად არის? Saving Private UA. კი ბატონო. დავარჩინოთ რიგითი Juve. იმ სეზონში Juve-ს იტალიელებიდან მასზე მეტი გოლი მხოლოდ დელ პიერომ გაიტანა. ეს თავგანწირვა ფეხბურთის ღმერთმა იმით დაუფასა, რომ შარშან ფიორენტინას მწვრთნელი იყო. ვინ არის ეგ? იმ სეზონში დელ პიეროს მეორე ადგილზე რო გავიდა დელ პიეროს შემდეგ გოლებით. და კიდევ უფრო უკეთესი მეორე ნაწილიც გაქვს ინფორმაციის სახით. შარშან ფიორენტინა. დრო? არ გვაქვს. სტეფანო ფიორე. არა, დროზე მითხარით ხომ ვერსია. პალადინოს სწორი პასუხია. აგართვა. რაფაელე პალადინო, კი ბატონო. დავრტოვოთ Juve. 5-2. რიგითი Juve-ს გადასარჩენად დროებით უმუშევარი, თუმცა წარსულში თასების აწევისგან ტრიცეპს დაჭიმული დიდიე დეშამი ჩამოვიდა. მეთქი მე. არა. აი ხომ თავად. რომელმაც ერთადერთი ფრანგი დაიმატა. მას ნიუკასლიდან უხმო. ჟან ალენ ბუმსონგი. ბუმსონგი სწორი პასუხია. თუ ალან, ჟან ალენ, თუ ალან. ალენ. ალენ რომელია? გეთვლება ორივე. ბუმსონგია. 6 ქულა გაქვს. დავტოვოთ. დავტოვოთ. წურავთ. всё, ბოლო შეკითხვა. ამ პაკეტიდან. იმ სეზონის სერია B-ში ამ მცველზე მეტი მატჩი მხოლოდ ჯიჯი ბუფონმა ითამაშა. Juve-ს 11 წელი ემსახურა და ამ სეზონიდან მალევე სანაგვეზე მოისროლეს. ნიკოლა ლეგროტალიე? არა, სწორი პასუხია ლეგროტალიე. 5 წამი გეცადა. აუ, სხვა 10 წამი ვერც მოასწარი ჩამერთო. დრო. Juve-ს 11 წელი ემსახურა და ამ სეზონიდან მალევე. დრო. დრო. იულიან. არა, მეთქვა, მაგრამ თუ კიდე მითხარი. ხო არ გაგახსენდათ ახლა? გვიან, არა, ბირინდელი. ალესანდრო ბირინდელი. კი ბატონო, ჩემთან დარჩა. აი ხა შარში ვარ. ხო? ე, შარშია.
სიხშირე რომელიც არ დამთხოვა. თუმცა 6 თორს იგებს და ცოტა გვიახო არ არის შარში. სიხშირე რომელიც არ ეც დამთხოვა. ვიქნებოდი მაგ შარში. კარგი შეკითხვებია აქ. მაგას ერთად მაშინ უბრალოდ ცუდი შეკითხვებია. რა თქმა უნდა. რთულ შეკითხვებზე ძაღი კარგ შეკითხვებს. მეც რო თავს ვიმტრევ ხოლმე ნეტარაშია საქმე მეთქი. ოსკაროსანი ჰელენ მირენი სენტ მირენის ფანი უნდა ყოფილიყო. მაგრამ წელს გავიგეთ რომ ერთ იტალიურ კლუბს ლეჩე. ძაი მთელი ინფორმაცია მქონდა კიდე მერე რომ ფრანჩესკო კამარდას ტრანსფერი ძალიან გაუხარდებოდა. მე თვითონ ჩავაგდე კომენტატორების ჩატში ჩვენთან სეტანტაში ეს რა აბსურდი ვნახე მე ჰელენ მირენი რატო არ ლეჩეს თამაშს ეთქო. აჰა გამოგადგა ჰელენ მირენის ლეჩეს თამაშზე ყოფნა. დავტოვეთ სიხშირე რომელიც არ დამთხოვულა. ანგარიში 7-2. ამ კაცის გვარი სიტის მაისურს მოუხდებოდა. მაგრამ ჩოლოსკენ ისე წავიდა მანჩესტერისკენ არც კი გაუხედავს. აფატაფექსტი ლოგიკაში კარგად მიხვალ თუ სწორ გზას აირჩევ ლოგიკის. რა. არ მითხრა რომ დავეხმარე ახლა. ლოგიკა მოიხმე მეთქი უთხარი. გავიდა დრო. გავიდა. ვერ კონორ გალაჰერ. ხო, ეგ გალაჰერ ოაზისი. გალაჰერი, იმიტომ გითხრა ლოგიკა ჩავლე მეთქი. ეგ არის. დატოვე. რამდენი გვაქვს? 8. 8-2. სიხშირე რომელიც არ დამთხოვულა, ბოლო შეკითხვა ასეთია. ეს ფლანდრიელი ბავშვობაში ლივერპულის და მაიკლ ოუენის ფანი იყო. მაგრამ ლივერპულში თამაშის ნაცვლად მისი კონკურენტები მოიარა და წითლებს თავი მათ წინააღმდეგ გატანილი 4 გოლით და 7 საგოლე პასით დაამახსოვრა. წავიდა დრო. ამოიწურა. დებროინი არ ვიცი. არ ვიცი? 4 გოლი 7 პასი მაგის სტატისტიკას გავს დებროინი. სტატისტიკით გაყვეთ ის ყველაფრით. მაიკლ ოუენის ფანი რო იყო. კონკურენტებმა დამაბნია, იმიტომ რომ ჩათვალე რომ ერთ კონკურენტში უთამაშია, მეორეში თითქმის არ უთამაშია. ჩელსიში. დებროინის სწორი პასუხია. მეათია? არა მე-9. 9-2. ცირცხვილი. კარგი. რადგანაც ასეთი მდგომარეობაა გადავხედოთ. ფეხბურთი დიდ ეკრანზე დაგვჭა ჩემპიონთა თასის გენეზისი 47 წლის მასწავლებელი გრიმსბიდან ნერვიულობა მუნდიალის აგზურისთვის 98 ეს გამიკვირდა რომ არ აიღეთ პეტარ შეგრტი ელიგის ვეტერანები ეს არის ჩვენი დარჩენილი თემები. მოდი ელიგის ვეტერანები. ელიგის ვეტერანები. დადე პირობა რომ სტამბულის ფინალს გვანახეთ. ეხლა აქ ამწამს. ელიგის ვეტერანები. დიდად რო გითხრა კომფორტულად ვცნობ რომელიმე კატეგორიასთან აწითავს თუ. თუმცა სხვაობა საკმაოდ დიდია. ნიკოლოზ უგრეხელიძის თურქეთის სუპერლიგის ქარაგიუმ რუგში წასვლის შემდეგ თბილისის დინამოს ეს კაცი კაპიტნობს. ჯაბა კონკავ. არა სწორი პასუხია. რატო ჩქარობ ხოლმე? ჰა. აი ჩაიცინა. არ უნდა გამომეცა? გავიდა დრო. ხვადაგიანი არ მახსოვს. ორი არის? ორი არის ხო რა ვიცი. კანკავა არის დინამოში და ორია რატო უნდა იყოს? 47 წლის მასწავლებელი გრიმსბიდან იყოს მოდი. ელიგის ვეტერანებს არ იღებ კაცო. მე დაწმებული ვიყავი აიღებდი ახლა მე ელიგის ვეტერანებს. კარგი. ეს მეკარე ერიკ კანტონას შემდეგ პირველი ფეხბურთელი იყო, რომელიც ინგლისის ჩემპიონი ორი სხვადასხვა კლუბით ზედიზედ ორჯერ გახდა. სკამის ხერხვის გამო მედლები არ მიუღია და ძალიან რომ არ დაგაბნიოთ გეტყვით იმასაც რომ ეს კლუბები ჯერ ჩელსი და მერე ლესტერი იყო. აი ეგეთი კაცი უნდა გაიხსენა. ჩელსით და ლესტერით ზედიზედ რომ მოიგო. თან მეკარე. გამარტივდა? ბჭო არ მახსოვს. იმასაც ეგ უნდა რომ არ გახსოვდეს. მგონი გამარტივდა. ჩელსი და ლესტერი ზედიზედ და ასმირ ბეგოვიჩი არ მახსოვს. არა, მოგწეხუცა. კი, აღარ გინახავთ. მაქ შვარცერის სწორი პასუხია, მესამე ქულა. ელიგის ვეტერანები. კი ბატონო. ცოტა ნორმალური სახე მივცი ანგარის. ეს კაპიტანი ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მცველი 4ჯერ გახდა. ასევე საქართველოს ჩემპიონატიც 4ჯერ ორი სხვადასხვა კლუბით. ზესტაფონით და ბათუმის დინამოთი მოიგო. ყობახიც. ეგ არის, მიითვალე. ამა დიდ ეკრანზე. ფეხბურთი დიდ ეკრანზე. რამდენ ხანს ვერ აიღებ გამარჯვების ქულას, ეხლა უნდა გითვალო. შეიძლება კაი ხანი გაგრძელდეს, შეიძლება წავაგო საერთოდ ეს რაუნდი.
გაიგითხვა. აშინებს ჩემგან ეს სიტყვები ვიცი და იმიტომ ვეუბნები ხოლმე. 2023 წლის ფილმში Scraper პატარა ჯორჯის თითქმის მთელი სიუჟეტის განმავლობაში ამ კლუბის მაისურიაცვია. ვაგრძელებ Z დაგენემ მოტორსის წარწერით, რომლითაც ჯულიან დიქსი და სლავენ ბილიჩი გვახსოვს. ვისი მაისური ეცვა? West Ham. მოგებულია! აიღო West Ham United-ის სწორი პასუხია. სლავენ ბილიჩი, მადლობა კი ბატონო, ბოლოს ამიტომაც გავუსვი ხაზი რომ მარტივდებოდა. 10-4 დამთავრდა ეს რაუნდი. 2-1-ია საერთო ანგარიში, წინ გვაქვს მეოთხე რაუნდი. ან თამაშის გამათანაბრებელი შენთვის, ან ნახევარფინალის საბზურის მომტანი შენთვის. გამარჯობა, ჩემი სახელია. გაბროიგებს 2-1-ს, შესაბამისად დაგჭირდა მეოთხე რაუნდი. გამარჯობა, ჩემი სახელია. ნომერსაც შენ რჩევ, რადგან წინა რაუნდი შენ მოიგე, გაბრო. 1-დან 5-მდე. თემა. წინას პირველი ავირჩიე და წავაგე. იყოს მეოთხე. მეოთხე იყოს? კარგი. მეოთხე ფანჯარაში მყოფი თემა რაუნდისთვის გამარჯობა ჩემი სახელია არის სკანდინავიელები მოედნის ცენტრში. არაფერ ახსნას არ საჭიროებს მე მგონი სკანდინავიელები მოედნის ცენტრში რას ნიშნავს. ნახე უკვე იხსენებენ. დანია, შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია. მორჩა, მეც არაფერს არ გეტყვით. ვიწყებთ, მოემზადეთ. შეკითხვა პირველი. ნამდვილი ვიკინგის გარეგნობა მაქვს. და როგორც ჭეშმარიტ ვარანგს შეეფერება, კარიერა ვიკინგში დავიწყე. ზღაპრებს მარტო ქართველები კი არ წერთ. ევრო 2016-ზე პორტუგალიას მეც გავუტანე. ბიარნავიჩი ვარ და ისლანდიის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული. ვაჰ, გაჭირდა. კიდე ხო არის მინიშნება? არა, ეს იყო მესამე პაუზე რო გავაკეთე. რისკავ? აქ მინუსია, ხო არ გადავისლა? კაი. პასუხია, გამარჯობა შენი სახელია. არონ გუნარსონი. როგორ? გუნარსონი. არა, მინუსი. -10. რისკავ თუ გადავდო? არ მახსოვს. ანუ 8 ნომერი იყო თუ სწორად მახსოვს ზელთმიანი, მაგრამ სახელი არ მახსოვს, ამიტომ. ბირკირ ბიარნასონი. ბიარნასონი. დარჩა ეს ჩემთან, შენთან კი მინუსია. აი ასე გადმოდებ შენთან, რომ დახუროს და გვეცოდინება რომ მინუსი დარჩა. შემდეგი. ტომას ფრენკი, ჩემი მეორე მამაა. კრისტიან ნორგორი. სწორი პასუხია. მეორეც არის ეგეთი. ესენი? ხო, მაგრამ ეს უფრო -10 +10. ვაგრძელებ. 2000 წელს გალათასარაისთან UEFA-ს თასის ნახევარფინალში ლიდსის ძირითადი შევიდექი. სამწუხაროდ ცუდი ფორმებისა და ტრავმების გამო მომდევნო წელს ვალენსიასთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც არ მითამაშია. მესამე მინიშნება. აღსანიშნავია, რომ კარიერა ნორვეგიულ სონგდალში დავიწყე და აქვე დავამთავრე. ზენეტა ძველია ჩემთვის არ მახსოვს. წეღანდელი ამბავი მეორდება. არა. აღარ გარისკა? არა, სისულელია რომ გავრისკა. კარგი. მაშინ ისე მითხარი რას ფიქრობდი? გასულია უკვე. ბიორნ ბაიე თუ რა გვარია? კარგია რომ არ გარისკე. ერიკ ბაკე იყო ეს. ბაკე. ჩემთან დარჩა. ისევ -10 +10. ბუმახსოვს. ჟერარ ულიესთან ერთად ლიგა 1 ზედიზედ ორჯერ მოვიგე. ლონდონში პატარა კამეო მქონდა. ჩემი დიდების 15 წუთი მაშინ შედგა, როცა 2014 წელს FA თასის ნახევარფინალში მეორე პენალტი გავიტანე. გაიაზრეთ ესეც და გადავალ მესამე მინიშნებაზე. სხვათა შორის, ზლატანს ნაკრებში ჩატარებული მატჩებით ვუსწრებ. სებასტიან ლარსონი? არასწორი პასუხია. 0. სხვათა შორის, ზლატანს ნაკრებში ჩატარებული მატჩებით ვუსწრებ. აი გოლებზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიყრი. გარისკავ? კიმ ჩელსტრომი. კიმ კასტრიოვის სწორი პასუხია. ლიონში იყო კი. სწორი პასუხია. ასე გავაკეთოთ. 0-0. სუფთა ფურსთან გავიწყებთ თამაშს. შენ ვალებიდან ამოხვედი, შენ ჩამოხვედი დაბლა. კიმისა არ იყოს,
არსენალში მეც თითოეულ მატჩი მაქვს ჩატარებული. სად იყო ჯეიმს უორდ-პრაუსი, როცა სანდერლენდში და ბირმინგემში ჯარიმას ეგ არის სებასტიან ლარსონი. ეხლა არის. ლუსათი. ვილი ვიცოდი რომ იქნებოდა. ჩუმა თოთ ჩამშლენი თუ ან ნახევარმცველი პრინციპში ხო გაიხო. შეკითხვა მე-6. Red Bull-ი ჩემი საყვარელი სასმელია. ემილ ფორსმენი. 10-10. აურა თამაში წავიდა. იქით დებს ხოლმე წაღანს გამიჭირდა რომ მე ვერ წავართ არამე რომ იყოს. გამინუსებას იქით ვერ წვდები და გონი რომ დაუტოვებ. 12 ივნის პარკენზე ჩემ გამომთელ კრისტიან ერიქსენი. სწორი პასუხია. მოგასწრო. არ იყო ძნელი შეკითხვა, მაგრამ მოგასწრო. 20-10. კარიერა მიოლდეში დავიწყე, საიდანაც ჯერ როსენბორგში, მერე კი ლონდონის საჩოგბურთო მხარეში აღმოჩნდი. სხვათა შორის ნორვეგიის ნაკრებში 19 გოლი მაქვს გატანილი. მაგრამ უფრო მეტად ლივერპულიდან უნდა გახსოვდე, სადაც როი ევანსი მენდობოდა. ჟერარულიე კი არა. გასარისკი კითხვა გამოგარისკავ? სტიგ ინგე ბიორნბი. არასწორი პასუხია, ტყვილად გარისკე. დაიხურა ეს. იყო ლივერპულში. შენც გარისკავ? არა, არ გარისკა. ვერსია გააქვთ? მეორე გაგახსენდა ვინმე? ჰეგემი, არა. ვიღარ ჰეგემი? ლეონარდსენი. არა, საერთოდ. ოივინდ ლეონარდსენი. აუ, არ უნდა გამერისკა. არ უნდა გაგერისკა. მაშასე 10-10. დავიწყებ მეც. თქვენზე არანაკლებად. და ორი შეკითხვა წინ. ნუ ერთი გადამწყვეტი თუ საჭირო გახდა. კარიერა ბაიერნში დავიწყე. ზიდანს ვედრებოდი და შეიძლება ჩემი ფრანგული სახელი სიმბოლური დამთხევაც იყოს. პოჩეტინოს ვერც საუთჰემპტონში მივუსწარი. პიერ ემილ ჰოიბერგი. პიერ ემილ ჰოიბერგი სწორია. 20-10. დავჭა ბოლო შეკითხვა, რომელიც შენ გჭირდება იმისათვის, რომ ანგარიში გაათანაბრო და დამატებით კითხვაზე გახვიდე და მე იფიქრო თამაშის გადარჩენაზე. ჯერ რაუნდი უნდა გადაარჩინო. შესაძლოა ბოლო შეკითხვა, მეგობრებო. გიოტებორგში დავიბადე და ახალგაზრდობაში ბეკჰემს მადარებდნენ. კარიერაში სულ 2 გუნდში მითამაშია. ელფსბორგში და 2000-იანების საუთჰემპტონში. ბოლოს გეტყვით, რომ შვედეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული. არ სხვა ვარიანტი მაინც არა მაქვს. ეს ნიკლას ალექსანდერსონი ხო არ არის? ალექსანდერსონი? კი. არ არის ალექსანდერსონი. ეს ნიშნავს, რომ შენთან ქულები დაიხურა და ბოლო შეკითხვაც ამით დასრულდა 20-0. andreas svenssonis სწორი პასუხი იყო. შენ ალბათ გარისკავდი, მაგრამ აღარ დაგაცადე, აღარ დაგიტოვე დრო იმისათვის, რომ გაგერისკა თუ არ გაგერისკა აზრი არ ქონდა, რომც განულებულიყავი, მაინც +10 დაგრჩებოდა. თამაში ამით დასრულებულია, ძალიან დაძაბული, ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა, მადლობა ორივეს ძალიან დიდი. ეს შეკითხვა იყო გადამწყვეტი. andreas svenssonis. თუმცა შენ სწორად აღნიშნე, რომ გასარისკი და გასარჩენი აღარ იყო და ეს უნდა გეცადა ყოველგვარია. 2006-ში შვედეთის ნახევარდაცვაში მასწავლა ალექსანდერსონი. თუ გავარტყავდი ხო გაიქوار და მადლობა. ძალიან კარგი თამაშისთვის, ჟიურის წევრობისთვის, ყველაფრისთვის, რაც შენ ამ პროექტისთვის გააკეთე. შენ ნახევარფინალში გელოდება კაციტაძესა და ტოტო ჩავაშორის გამარჯვებული. ნახოთ რა მოხდება, წარმატებულად. აი ასეთი მაგარი დაძაბული თამაშები რომ არ გამოგჩეთ, გამოიწერეთ Betson Sport-ის YouTube არხი. მადლობა და დროებით. საკმაოდ რთული თამაში იყო, შეიძლება წინასავით რაღაც ეპიკ დასასრული არ ქონდა და ბოლო რაუნდამდე არ მივედით, მაგრამ რა გითხრა, ბოლო რაუნდი ძალიან დაძაბული იყო. პირველ რაუნდზე უბრალოდ ვერ ვიტყვე დაძაბული იყო, ისეთი რაუნდი არის, სასპენსი არ აქვს თლად, მაგრამ აი ბოლო რაუნდი ძალიან თანაბრად მივდიოთ, უკან ვიყავი ჩამორჩენაში ანგარიში და ძლიერ მეტოქეა ძალიან. რა ვთქვათ, ტოპ 3 ფავორიტი იყო ჩემი აზრით ამ თასის მოგებისა. ამწყარ დაუმარცხდი, თუმცა წავაგე ამ თამაშის ერთ-ერთ ფავორიტთან, ზოგადად მაგისტრები როცა იწყება ალბათ 2 გამოკვეთილი ფავორიტი ყავს.
ტატო და გაბრო და ჩემი თავში უკმაყოფილო არ ვარ, აი შაშანოს წავაგე გაბროსთან, უკმაყოფილო ვარ პირიქით, შაშანოს წავაგე გაბროსთან თქვი რომ აი მაქსიმუმი გავაკეთე, მაგრამ მაინც წავაგეთქო. დღეს არ მაქვს ეგ განცდა, მგონია რომ რაღაც დავაკელი, მეტი უკეთ თამაში შემეძლო. შეიძლება მაინც წამეგო, მაგრამ უკმაყოფილო აღარ ვიქნებოდი ჩემი თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვთქვი, ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშისთან წავაგე, ჩემი აზრით მეტი შემეძლო და ვეცდები რომ მომავალ სეზონში დავბრუნდე და ეს მინუსები გამოვასწორო. გაბროს წარმატებას უსურებ, შარშანოს წავაგები, წინასწარმეტყველე რომ ფინალისტთან წავაგეთქო. წელსაც ძალიან ძლიერ მეწოქეს თამაშება, თუმცა მონია რომ ფინალში ეხლაც გავა და აი ფინალში უკვე 50-50 იქნება ყველაფერი. ვაა, გაგიჭირდა. ზეები გამაზე, რაც ყველაზე გული წდება ეხლა. აქ ჩემთან ეს ორივე პროგრამას წდება გული, მაგრამ პალადინო უნდა აიღო ერთ. პალადინო უნდა ამეგო რა, პალადინო ახსოვდა და ხო. მაკლეიზე წარმოდგენა მქონდა. ანუ რეალურად გაბრომ უფრო სწორად აირჩია თავის თემები, ესეთი კამერაც გამოვიდა. იმიტომ რომ დიდად ხო ერთი იყო, რომელიც მაგეღო და ვერ აიღე რა. პალადინო და არჩეთ პოსტ არიცოდი. ისა გალაჰერიც. მუნდიალის საფრთხე როგორ არ აიღეთ? ხო, გალაჰერი, ხო. ფერზე წავედი ბლუ, მაგას ფიქრობდი რა. 18-ის მუნდიალი რატო არ აირჩიეთ ვაფშე? გალაჰერი საერთოდ 98-ის მუნდიალის მგონი ანუ რაღაცები მახსოვდა, მაგრამ ვერ გავრისკე, იმიტომ რომ შეიძლება წაიღო და ანუ უფრო კომფორტულად სადაც ვიყავი, მოკლედ ისინი ავიღე და წინა თამაშს ხო დაამოღამე, წინა თამაში ქონდა ის რაღაცა რენე. ეგრევე მივაწექი რენეს რა. ანუ კომფორტული არის, ეგრევე რო იცი რამდენიმე არის, უფრო მარტივად იხსენებ. ეს რომ ამეღო, ეს ემედო, აი წარმოგიდგენთ, ეს ემდებოდა და ეგეთ სიტუაცია ყოფილიყო წეგან რაც იყო. კითხულობ სრული სერიოზულობით. ანუ გადაცემული სერიოზულობით. 2002 წელს მუნდიალის პლეი-ოფში რომ გავედით, ბიჭები კოპენჰაგენში შევიკრიბეთ, სადაც კაფის მფლობელი შემოველახა. გრავეს. არა, გამინუსდებოდი. ტოფტინგი? ტოფტინგი კი. მაგრამ გამინუსდებოდი. არა, დუაცი. ხო და არ თქავთ გრავეს ეს? არა. ორიდან ერთია. გადავასვლე. აუ, ვაიმე სწორად რო ქონოდა ეხლა. ეხლა სწორად კონდეს. სააღოლ რა დაძაბეს? კამენიზე რა. კამერუნელზე რა.